უი ხო ხომ ლამაზია ეს ჩემი ხიდი კი არ გასაღებ და არც ავყიდი ახლა მე მინდა მოფრინოს აი შეხედე კეთილი იყო შენი მობრძანება ჩვენს ალაგეზე სადღაც წავიკითხე რომ დილით ადამიანის გონება გავს არა მიმინოს არამედ მაიმუნების ჯგუფს რომელიც ესე ქაოსურად ტოდიდან ტოდზე ხიდან ხეზე გადახტიან გადადიან და ასე შემდეგ და ჩემთვის მაგალითად ამის დამაწყარებელი და დამამშვიდებელი ერთი ჭიკა ყავა არ არის ხოლმე საკმარისი და ამიტომ მეორესაც ვსვავ ნალექიანს და თან უშაქროს თქვენთვის რა ეგეთი ვიღაცისთვის მუსიკა იქნება ვიღაცისთვის ჩაწერა რაღაცეებს ვიღაცისთვის უბრალოდ სკროლვა მაგრამ არ ამგონია დილით სკროლვა უკეთესი იყოს მაგამ ბავშვი და დამშვიდებაში გეხმარებოდეს ადამიანს უი ხო ხომ ლამაზია ეს ჩემი ხიდი კი არ გასაღებ და არც ავყიდი დილის 10 ნახევარზე ამ სიცივეში გაგეხსნა შექსპიროლოგია რა ლანჩხუთური დილამშვიდობისა ჩემო მეგობრებო ჩემო ძვირფასო გამომწერებო მაყურებლებო მეგობრებო მოკეთეებო პირველ რიგში მადლობა იმისთვის რომ ყოველდღიურად ვიზრდებით ყოველდღიურად ბევრი ხვდებით და რაც მთავარია იმატებს როგორც რჩევები ამავდროულად გულთვილი კომენტარები და ჩემთვის ეგ მნიშვნელოვანი მომენტია და ძალიან მეხმარება ხოლმე იმისთვის რომ რაღაცა ხანდახან დაღლილობის ჟამს ან რაღაცა მომენტში ვიპოვო საკუთარ თავში ყოველთვის იმის ძალა და ენერგია რომ ვაკეთო საქმე შევძლო იმაზე მეტი ვიდრე შემიძლია და ასე შემდეგ ხო ეს მართლა კარგი გამოვიდა სხვათა შორის რომ მოვედი იმ დღიდან ვიცოდი რომ ესეთი უნდა ყოფილიყო არც ძველი ფიცარი მინდა და არც მეორადი და ასე შემდეგ ეს სპეციალურად მადლობა ჯენგოს კიდევ ერთხელ ფერმას შემოგვწირა ასე ვთქვათ ეს ფიცრები და ვფიქრობ ძალიან ლამაზი გამოვიდა მოაჯირეების იდეა შეგიძლიათ გამიზიაროთ ვის როგორ წარმოგიდგენიათ აქ როგორი მოაჯირეები უნდა გაკეთდეს ხო დღეს ცოტა დიდი და საქმიანი დღე გვაქვს ახლა გადავინაცვლებ რაღაც საქმე უნდა გავაკეთოთ მე პოდკასტის ჩაწერა გვაქვს აქ ძალიან კარგ ადამიანთან და გზადაგზა გაგიზიარებთ ხო რამოდენიმე ადამიანმა მთხოვა ვიდეო თუ როგორ ვაკეთებდით ამას ასე რომ აქ ჩავსვავ ხიდის გაკეთების ვიდეოს და არა მხოლოდ ვიდეოს კიდე სხვადასხვა ვიდეოები იქნება სხვადასხვა საქმის და სანამ თქვენ ამ ხიდის რა ქვია ამას ისე ხიდი დავარქვათ წყალში შეძმა რა ხიდი მე მგონია ერთი ადგილი და მეორე ადგილაში მდინარეზე რაღაცაზე გადასასვლელს ქვია და ამას რა ქვია არ ვიცი რაღაცა მოვიფიქროთ სახელი ხო უყურეთ ვიდეოს და დაგიბრუნდებით სარეკლამო ჭრის შემდეგ ხო თუ ვინმეს ამის დარეკლამება უნდა განსაკუთრებით სოფლის მეურნეობაში და არის ეგეთი ბევრი კომპანიები არ მოგერიდოთ სანამ დიადები ცნობილები და ხანდახან კარგი ხუმრობა განსაკუთრებით სიცივეში
აქვე პატარა რჩევა, სანამ თქვენ მუსიკით გართული ვიდეოს უყურებთ, თუ ესე გინდათ რომ ღია სივრცეში გააკეთოთ ფიცრები, მიუხედავად იმისა, რომ ეს ფიცრები გამოხარშულია და უფრო მეტხანს გაძლევს ვიდრე ჩვეულებრივი, მაინც შეგიძლიათ ესე გამოწვათ, რომ უფრო მეტად შეინარჩუნოს ჯანსაღი მდგომარეობა და ყველაზე კარგ ვარიანტში კარგი იქნება თუ ეგრეთ წოდებულ ტრანსფორმატორის ზედსაც გადაусმევთ ლაქის მაგივრად უფრო მეტი გამძლეობისთვის. თუ იშოვით რა თქმა უნდა. ეხლა კიდევ გავაგრძელოთ ვიდეოს ყურება. არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ. ხო და აქვე ჩემო მეგობრებო, თავი რომ არ შეგაწყინოთ ეხლა ამის სათითაოდ დაკალმებით და ყურებით და მით უმეტეს თქვენს ჩემი მეგობრები თუ გადახვევებით უყურებთ, ანუ როგორც ვაჟაზა ზევიჩი იტყო და ალაგ-ალაგ წამიკითხე მნიშვნელოვანი ნაწილები. აქვე აგიხსნით და მე უკვე საბოლოო შედეგსაც გაჩვენებთ. ერთი სიტყვით ავიღებთ ეს ჭიქას, რომელშიც ყრია გადამწვარი ნაკელი ტორფი, ბზას მნიშვნელობა არ აქვს, ბზა იქნება ვარდი თუ ნებისმიერი რამის დაკარმებას თქვენ გნებავთ. ჩავდებთ. ეს რა იყო ეს რა? ალაგე დაგვეცა თავში კრელანდიასავით ალაგე დაგვეცა თავში. არ დამშვიდდი, დასმარდი, არავინ არ გეურჩება, არავინ არ გებწოლი. ხო და ჩავყოფთ ამ ჯადოს მოფხვნილში. არსებობს ასეთი ვარიანტიც, რომ ეს ფხვნილი დაახლოებით 8 ლიტრ წყალში ნუ რაოდენობას გააჩნია გახსნათ და ანუ ისი დაფასვიანებას გინდათ ის ჩაალაგოთ. 24 საათი დაახლოებით გააჩეროთ და შემდეგ ჩარგოთ, მაგრამ როგორც ჩანს ესე უფრო პრაქტიკული. აი, ესე ლამაზად ჩავარჭოთ ამ შემთხვევაში ჩვენს ბზებს. აი ესე ლამაზად და ჰოპ. ეს არის სულ მთელი პრაქტიკაც და თეორიაც და ასე შემდეგ. ხო, საბოლოო შედეგს აუცილებლად გაგიზიარებთ. ბოლო ახლავით ეს ტროას ომიდან დაბრუნებული მეომარი უნდა დავიწყო. სამსაგლე 25 წუთი. ისევ ამ წამლით, ისევ ამ ადგილას მხედავთ თქვენ, რაც იმას ნიშნავს, რომ გავხარჯე 200 ჭიქა. ამის გარდა 2 ტომარა ტორფი, ანუ ნაკელი, როგორც ჩვენთან ეძახია. თავლი ეს 3 ჭიქა. იმის გარდა რაც თქვენ ნახეთ და იმედია ნახავთ. 3 ჭიქა ნალექიანი ყავა. სახე დამეწვა. კარგი ვიზაჟისტი კარგი იქნებოდა რომ მე კეთი გრიმიორი მინდა. მაგრამ თუ ძმა ხარ რა გრიმიორი 3.5-ია და რაღაცაზე შემოდებული ტელეფონზე ლაპარაკია. ხო და ერთი სიტყვით ფროდო ბოგინს სიამოვნებით შევწირავდი თავს ამ ამბავს, მაგრამ ჭიქები აღარ გვაქვს. ჭიქები, ანუ ქოთნები რომ მე ესე ლამაზად გავაფესვიანოთ და გავამრავლოთ. მეტი რა გზა, წავიდეთ სახლში, დავისვენოთ. საჭმელიც კარგი იქნებოდა რომ გვეჯავა. და შევიძინოთ ჭიქები, ანუ ქოთნები და დავბრუნდეთ უკან. ბრძოლის ჟინით ახსავსე, მეომრებო. და ყველაფერი ამის შემხედვარე სადღაც თბილ ადგილას ჩართული გაქვთ ვიდეო საჭმელს მიირთმევთ ან ყავას ან რა ვიცი რა მნიშვნელობა აქვს და არხის გამოწერა არ გინდათ? კეთილი და პატიოსანი. კეთილი და პატიოსანი. არც გახარებულ ბზას, ვერც გახარებულ ბზას ვერ მიიღებთ საჩუქრად. ესეც ასე, გავბრაზდი. კარგი, აქ ვიდეოს ჭრა გავაკეთოთ და
წავედი სახში და დავბრუნდებით. დაახლოებით 1 საათში, საათნახევარში. ყველა სასიამოვნო შუადღე და საღამო. ქარი არის, სულ უბრალოდ ქარი არის. ლიხსიქით კი ახლა ალბათ წვიმებია. ვისაც ქართული პოეზია გიყვართ და გიოსა ჯაიას შესახებ არაფერი იცით, შეგიძლიათ იმ ხალხმა წამშალოთ. არ არის პრობლემა, ვისაც პრეტენზია გაქვთ პოეზიაზე და პოეზიის სიყვარულზე, აი მაგათ მიმართა. მეორე დილამშვიდობისა, ჩემო მეგობრებო. სათვალე დავდე მაგიდაზე რომ გამოვილი და ვინახავ არ დამავიწყდეს ხო და დამავიწყდა. გუშინ ჭიქებს მიუსწარით, რომ წავედით მაღაზია იკეტებოდო, ვიყიდეთ, ჩამოვიტანეთ, მე ნაკელი გაგვითავდა და სიმართლე რომ შეგითხრათ, ცოტა დაღლილი ვიყავით, ამიტომ თან დაღამდა, ბოლოს 6 საათზე უკვე დაღამებულია და ამიტომ ეს მოვასწარე, რომ დაახლოებით რამდენი ჭიქა აქვს, 50-ზე ცოტა მეტი ჭიქა, ესე მით რა ქვია, ნაკელით გამევსო და გამემზადებინე დღეისთვის ეს 3 ტოტი არის მორჩენილი გუშინო აქეთი ტომარა იდო იქედან და დღეს მეორე ახალი ტომარა გვაქვს კიდე დასაკალმებელი, უბრალოდ განსხვავება მათ შორის ის არის, რომ ეს არის ბუჩქი. ანუ ისეთი ბზა, რომელიც ესე მრგვალ ბუჩქად იზრდება და ის კიდე ჩვეულებრივი მაღალი დიდი ხეები თუ გადაჭრი არც ის არ გაიზრდება, ბუნებრივია დიდ, მაგრამ დაახლოებით აი სიმაღლეში წასული ხესავით იზრდება. ხო და ერთი სიტყვით დღეს უნდა მოვასწროთ. პოდკასტის ჩაწერა გუშინ არ გამოვიდა რაღაცა გარკვეული მიზეზების გამო, დღეს ქარია. თუმცა მიკროფონი გვაქვს და შეიძლება ეგრე ხელი შემშლელი არ იყოს ეგ მომენტი. ვეცდებით ყველანაირად, რომ ესეც დავამთავროთ და პოდკასტიც გადავიღოთ. იმიტომ რომ ხვალდაზე საქმეები მოქვს. ყველას კარგ დღეს გისურვებთ. რაც თავარია ნაყოფიერს. ნიშნულობა არ აქვს ფიზიკურად თუ გონებრივ. პოდკასტის ჩაწერას მორჩით, რომელიც საათი 7-ის 10 წუთია. ბატონი დავითი ჩვენ გვერდითა ბზები მორჩით და მაგას ხა არ გამოჩნდება ღამე და ხვალ დილას გაგიზიარებ და ხო, წეგან ვიდეოში ვთქვი და გაჩვენებთ რომ ნახე რა ლამაზი მთვარე. ეხლა გაჩვენებთ რომ სკამები, აუ რა კარგადა. მთვარე მართლა რა კარგადა. სკამები რომელიც პოდკასტისთვის ჩამოვიტანეთ და რაზე ვიჯექით, კარგად დაინახეთ იმართი მიზეზი და გამოდიდარე, რომ წეგან იქ დალაგებული ქალმა წყალში გადაღარა. გადააგდო და დაგვისვლა. მხოლოდ ერთი. ხო, მხოლოდ ერთი. და დაგვისვლა, მაგრამ ესთეტიურად ვამჯობინეთ, ხესთან ხე ყოფილიყო ვიდრე სკამი. კრეატიულად. ხო, ამავდროულად პოდკასტი და ვლოგის ჩაწერა ერთად დასრულდა. დაგიბრუნდებით მომდევნო ვლოგში თუ პოდკასტში არ მახსოვს ზუსტად მე რამდენი იქნება, ყველა სასიამოვნო საღამო. მე დააწერე. მე დააწერე ვლოგი და არა ვლოგი, ხო. ეხა ქალბატონებს ვაჭმევ და დავაბინავებ. აწედა რა ქვია მეორეს და ციური. ციური, ხო. ციურის ხათრით მაინც არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა. ზოგი მეუბნება, ბატონო დავით, ის რა ქვია, ციური და ისო რა მოგაფიქრებნა, თელმა ლანჩხუთმა იცის რა ქვია, შემოყოლოს და ვინმე კომენტარებში დამიწერეთ, თუ იცით რა განსხვავება ჩვეულებრივ თაგვსა და მიკი მაუს შორის. მადლობა ყურადღებისთვის, ყველა სასიამოვნო საღამო, კარგად მზადება. მშვიდობისა მეგობრებო, როგორც წინა ვიდეოში დაგვირდით, გაჩვენებდით ბზებს, თუ როგორ იყო დაკალმებული და აი ესე გამოვიდა. ამით ვეღარ მოვახერხე, ფერმაზე ვართ. ისევ და კიდევ ერთი პოდკასტის ჩაწერა გვაქვს. ძალიან საინტერესო ადამიანთან, ჩვენს ძმასთან, ხო და ეს კიდე ახალი მეგობარი ჩვენი.
მაყურებლებს რო ვკითხე, ვარქვა თქო რა მითხრეს, იცი, ბროლია. კუჩხი ბედინერში როაო, იმას გავს, არ ვიცი? რამდენად გავს ეს? მოდი ბროლიას, მაგრამ განაც პატარა. როგორი განწყობა გაქვს იმის პოდკასტის წინ? კარგი, თან შენახა გამოსტილი ადამიანი ხარ, ბევრი საუბარი გიყვარს და აი, მაგრამ მიკროფონი, თუ იცი. ისმის ჩემი, ისმის, ალბათ ისმის. ალბათ ისმის. ესე, ლამაზად. დებით ახლა ვისაუბროთ და დანარჩენს იხილავთ პოდკასტში. როგორ ვარქმევთ? გზა ლანჩხუთიდან, გზა სამებიდან ხანტიგრინდე. დაელოდეთ. მოვატრიალებ. ეს ლამაზად. ხმაც რომ კარგად იყოს და თან კამერაც მომყვებოდეს და ვლოგსაც აქვე დავასრულებ, რომელსაც აუცილებლად გაგრძელება ექნება, იმიტომ რომ ობზებთან ერთად კიდევ რაღაცა კარგი რაღაცეები მინდა დავაკალმო და რაღაცეები აი ნაჩუქარი ნივთები, ფანჯრები, კარებები თუ ასე შემდეგ ჩამოსატანი მაქვს, რომლის ვიდეოსაც თქვენ აუცილებლად ნახავთ, უბრალოდ გული მწყდება იმაზე, რომ რაღაცა დაჩეხილი გამოდის და ერთიანობაში არ იქნება და არ იყვრება ეგ კადრი. მაგრამ არა უშავს. დასაწყისში როგორც დამწყები ფერმერი და იუთუბერი და რაღაც ამ ყველაფერში ჩახედულ ადამიანს მე მოპატიეთ და შემდეგში აუცილებლად გამოვასწორებ და ბუნებრივია ყველაფერი წინ წავა. მომავალ შეხვედრამდე. ისე იგი, ჩემო მეგობრებო, სანამ ჯერ კიდევ სითბო გვაქვს გურიაში და არაციებულა, გადავწყვეტებ ბზასთან ერთად დავაკალმო ესეთი ულამაზესი ლეილანდები, რომლის გაზიარებასაც გაზაფხულიდან უკვე თქვენთვისაც შევძლებთ. ჩური, ნუ იმალები მანდ, მოდი. მოდი ბაბაჩა. მოდი ბაბუჩა, მოდი ჩემო ბაბუჩა. ხო, მოდი გოგო, მოდი. მოდი ნუ გერიდებ. ოღონდ ეს დარგულებს არ შეეხო ჩემ თავს გამიცი, კაი? ამ დარგულებს არ შეეხო, არ შეეხო გთხოვ. გთხოვ და გაჭმევ საჭმელს. მოდი, კაი, მოდი. მოდი გაჭმევ. არ შეეხო ჩემ დარგულებს, ჩემ ნარგავებს არ შეეხო. არ შეეხო ჩემ ნარგავებს და მოგცემ საჭმელს. რა იყო? რა აგრესიული ხარ? ციური. გისმენ. ომძანდი. ამ შეგაწყო. ხო? მაგათ არ გაიგარი. გადი უკან. იცოდე შენი ადგილი. ბალახ როგორ ძროხას ავინა? პატარა.